ნამდვილად პირობითია, რამდენადაც 12-ვე მონაწილე იყო ძალიან ღირსეული, მე პირადად მივიღე ძალიან დიდი სიამოვნება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ლამაზი გოგონა საქართველოს ყავს. ამიტომ ყველა საცალკე შეუძლია გარკვეულ კონკურსებში გამარჯვება, მაგრამ სამწუხაროდ ყველა კონკურსს აქვს ერთი ცუდი წესი, რომ გამარჯვებული უნდა იყოს ერთი. საბოლოოდ დიდი მსჯელობის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პრაღაში გაემგზავროს და საქართველოს სახელი წარადგინოს მაია ბოლკოც. და კიდე საჩუქრები არ ჩერდება, რადგან საქართველოს მოდის კვირეულის პრეზიდენტმა გამარჯვებული ისწავლის სამოდელო სააგენტოში ნატალიაში უფასოდ 1 წელი. პლუს გამარჯვებულს მის მსოფლიოზე ჩააცმევს დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, კაბას, რომლითაც დაიხურა მაიამის საერთაშორისო მოდის კვირეული. მაშასე ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ჟიური, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, იმ კომპანიას, რომელიც გვერდზე დადექიდა თქვენ ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მაყურებლებო, რომ აი დღეს აი ესეთი თბილი, ლამაზი საღამო გვაჩუქეთ. გოგოებს დიდი მადლობა კონკურსანტებს. ჩვენ ერთი ვართ და ჩვენ ერთად ვართ და ჩვენ მართლაც რომ გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. ბედნიერად იყავით. ყველა გამოვიდეს, ვინც იმუშავა, ქორეოგრაფი, პედაგოგები, აი ჯგუფი, რომელიც მართლაც რომ აი 2-3 თვე მუშაობდნენ დღე და ღამე, რომ დღევანდელი საღამო თქვენთვის ეჩუქნან. ესმა გადაუთარმე. ყველას დიდი მადლობა. მართლაც დიდი შრომა გაწიეს და დიდი მადლობა ჩვენ მომავალ თაობას, რომ ესეთი არაშეულებრივად შეასრულეს სიმღერა ჰიმნი ჟესტურ ენაზე. მაესტრო, მუსიკით რამე დამარცხებული, ვინც სამეულში არ მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას მომავალ წელს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. ჩვენ გავაგზავნებთ ამ კონკურსს. ასევე გვინდა რომ იყოს სიმღერის კონკურსები, ასევე გვინდა რომ ყველანაირი კონკურსების ჩატარება გსურს. იმიტომ რომ ეს მართლაც რომ ხალხს ჭირდებათ რომ გაიგოს რაც ხდება. და სახელმწიფოს რა თქმა უნდა ყოველთვის მხარდაჭერას თხოვდა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ბედნიერად იყავით და გამარჯვებულებს მაესტრო აუძიე.